მოდით მე ძალიან მწუხარ რომ 2007-ში და სხვა პერიოდში საქართველოს ადგილი ქონდა ძალადობას. ძალიან მწუხარ და ძალიან განვიცდი ამას. 2007-ში და 2011-ში თუ 10-ში არავის არ გაუსროლია და ცეცხლსასროლი თუ რაღაც სხვა ფორმით არავინ არ დაღუპულა. დაიღუპა უბედური შემთხვევა იყო და პლუს რაც იყო კარგად გახსოვთ 26 მაისს. მაგრამ 2 ნოემბერში როცა მოხდა ეს 2007-ში მე გადავდექი ხალხო. წელიწად ნახევარი შემომცირე ჩემი ვადა ზუსტ და მიუხედავად იმისა რომ რუსი ოლიგარქი აფინანსებდა იმ აქციებს და მაგრამ იყო ბევრი სხვა რამე რის გამოც ხალხ ქუჩაში გამოდა გირგვლიანის ისტორია რეფორმები მტკივნეული ბევრი ადამიანი უმუშევარი დარჩა და სწორედ ამის გამო რომ მარტო ის კი არ იყო რუსული კომპონენტი იყო სხვა კომპონენტებიც მე ვთქვი რომ მე გადავდექი აწ უკვე ხალხმა გადაწყვიტოს უნდა ვიყო კი არა კიდე პრეზიდენტი წელიწად ნახევარი ჩემი ვადა გადიოდა ერთი თვის წინ თუ თვენახევრის წინ შევიმცირე ეს ვადა შეგნებულად და წავედი ხალხისთვის ახალი მანდატის მიცემას, ხო? მოდი სკლეროზი თუ არა გვაქვს, ესე იყო, ხო? მახსოვრობა ხო უნდა დავკარგოთ. და რაც შეეხება, მაგრამ 26 მაისს პუტინის მოწყობილი იყო. ეროვნულ დღესასწაულის ჩაშალეს პუტინის ფულით, პუტინის ინსტრუქციით, ისე როგორც რაც შეეხება 2007-ს, 3 თვით ადრე. და მე ეს ისტორია ესე დეტალურად შეიძლება ადრე არ მომიყოლია. ერთ-ერთმა დსთ-ს ლიდერმა მითხრა, როგორ უთხრა მას პუტინმა, რომ პატარკაჩვილი იქნებოდა არევდა საქართველოს სიტუაციას. ერთ-ერთი დსთ-ს დედაქალაქში შედგა შეხვედრა პატარკაჩვილისა და 2 FSB-ს გენერალ-შორის რამდენჯერმე. და შემდეგ უკვე ფედერალურ გამოძიების ბიურომ გამოგვიგზავნა ნოემბრამდე 1 თვით ადრე ოფიციალური შეტყობიდან მაშინ შესაძლოა შეიძლება ნახოს არქივში თუ აქვთ რომ რამდენიმე FSB-ს გენერალი და მათ შორის კანონიერი ქურდები, უსოიანი და კიდე 1-2 ჩამოსულიყო ერევანში, რათა დახმარებოდნენ ამ ადამიანს საქართველოში არეულობის მოწყობაში. ასე რომ მარტივად არ იყო ხალხი, ბევრი გამოვიდა ქუჩაში სამართლიანად. მაგრამ იყო სხვა კომპონენტები და ის, ვინც უკრაინაში დაავალა არევა, იანუკოვიჩი, ზუსტად იგივე ხალხი გვეწყობდა საქართველოში არეულობას. ვინც უკრაინაში გაასროლია, ზუსტად იგივე მოაწყო პროვოკაციები საქართველოში. სხვა საკითხია, სწორად ყოველთვის ადეკვატურად რეაგირებდა თუ არა ჩვენი